3 თუ 4 დღეა დარჩენილი. კარს მოდგომია ციაცხელებაა თეატრში, საპრემიერო. თან პირველად დგამს გაგა როგორც ვიცი ბათუმში. ბათუმში როგორ პირველად დგამს, თავისი საავტორო პიესა არის თან ეს Dark Web, მე მგონი სწორად ვამბობ, თუ არა და არ მიწყეს ჩვენი მოწვეული. Dark Web ასე ქვია და მე ვფიქრობ, რომ მე იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლიც წარდგება. გამოდის ყველაფერი ბოლო 3 დღეში გადაწყდა, რადგან მანამდე ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ახალი სპექტაკლით თავს ტელეეთერებში იწონებდა და აუდიტორიას რეჟისორ გეგა გაგნიძის საავტორო ნამუშევრის პრემიერაზე ეპატიჟებოდა. რამდენიმე თვიანი რეპეტიციების, ათობით 1000 ლარის დახარჯვის და ბილეთების გაყიდვის შემდეგ კი სპექტაკლის ბედი არა მაყურებელმა, არამედ თეატრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა. თანაც ისე, რომ მაყურებლის მსგავსად დადგმა ვერც მან ნახა. სპექტაკლმა, რომლის დეტალებსაც წინასწარ შეთანხმებით პრემიერამდე რეჟისორი საიდუმლოდ ტოვებდა, ადმინისტრაციის პოლიტიკური ფილტრი ვერ გაიარა. შიშმა, რომ დადგმა პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი აღმოჩნდებოდა, დასის მიერ გაწეულ შრომას, დახარჯულ ფულს და მაყურებლის ინტერესსაც ძლია. არ მაქვს იმის სურვილი, რომ ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრო, მხოლოდ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და მორჩაკინო. უძლიერესი გუნდი ვმუშაობდით თითქმის 3 თვე, 6 ცალი მხეცი არტისტი და უკარგესი სადადგმო ჯგუფი. ბევრი ჭორმართალი დაიწერება ამ ფაქტის შესახებ. სიმართლე კი ის არის, რომ ამჯერადაც ციხე შიგნიდან გატყდა. ვისაც ძალიან უნდოდა და ვერაფრით ვერ მოახერხა ჩვენს სპექტაკლში შემოკვეხება, პატარა მიიბოღდნენ და ყველა რესურსი გამოიყენეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს შორის უკიდურესად დაეძაბათ ურთიერთობა. ბრავო კოლეგებო, მიზანს მიაღწიეთ. სპექტაკლი არ შედგება. გეგა გაგნიძესთან მუშაობა ინატროს ყველა არტისტმა. პოლიტიკის ადგილი თეატრში არ არის. ეს ბათუმის დრამატული თეატრის ახალი ხელმძღვანელის კოტე მჟავიას მთავარი არგუმენტია, რომელმაც ამ პოსტზე ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია შეცვალა. რა მიიჩნია მან სუბიექტურ პოლიტიკურ აქტად საავტორო სპექტაკლში, რომელიც არც უნახავს. განცხადებაში არ აკონკრეტებს. თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა ჩხეიძე თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს. შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება. თეატრის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი დამატებითი ახსნა-განმარტებების მოლოდინშია, რადგან მომხდარი მათთვის პირდაპირი ცენზურის პრეცედენტია. გამოდის თეატრში პოლიტიკური წინააღმდეგობის თემატიკის ნაწარმოებებისა თუ სცენარების დადგმა იკრძალება. ეხლა მომიყვნენ, რომ აპირებდა პოლიტიკური აქტის განხორციელებასთან სუბიექტური, რას ნიშნავს ეს სუბიექტური პოლიტიკური აქტი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თუ აპირებდა სინდისის პატიმრებისთვის გამოეცხადებინა სოლიდარობა, ეთქვა თუ როგორი პოლიტიკური სიტუაცია და როგორი პოლიტიკური ამბავი ხდება ამ ქვეყანაში და რომ ეს არის უსამართლო და უკანონო, თუ ამის თქმას აპირებდა, ამას, რა ვიცი, თითქმის საქართველოს უმრავლესობა ამაზე ლაპარაკობს. ამის ნახვის საშუალება არ მოგვეცადა. თუ მართლა პოლიტიკურ ნიშანს ატარებდა და მხოლოდ ამის გამო მოიხსნა სპექტაკლი, მაშინ აქ გქონია საქმე ერთხელ კიდევ პოლიტიკურ დისკრედიტაციასთან. ბათუმის დრამატულ თეატრში ბოლო რამდენიმე თვეში მსახიობებსა და ადმინისტრაციას შორის მომხდარი დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ვითარება აქ ქვეყანაში მიმდინარე მწვავე საპროტესტო პროცესებისა და თეატრალების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების პარალელურად დაიძაბა. ყოფილი დირექტორი, რომელიც წლების წინ სახელმწიფო პარტიას წარმოადგენდა, კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდა. მისი თანამდებობა იმ ფაქტს შეეწირა, რომ ის ამ საპროტესტო პროცესების მონაწილე ახალგაზრდა მსახიობის დაკრძალვაზე არ მივიდა. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, თუმცა ხელოვანებისთვის ფაქტია, პოლიტიკური ფილტრი ისევ მუშაობს. შეუძლებელია რომ მოწყვიტო პოლიტიკისგან, გამიჯნო პოლიტიკისგან, იმიტომ რომ თანამედროვე რეალობა არის დაფუძნებული გარკვეულ იდეოლოგიებზე და ამისი ამრეკლავია ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში და იგივე ქართული თეატრის ისტორია სულ დასაწყისისკენ რომ არ წავიდეთ 70-იანი წლები ყველაზე დიდ სახელთან რაც არის დაკავშირებული და ოცნებისთვის მით უმეტეს ისეთ კულტად ქცეული რეჟისორი როგორც არის რობერტ სტურუა მთელი მისი შემოქმედება პოლიტიკურ თეატრთან არის დაკავშირებული იქნება ეს კავკასიური თუ იქნება ეს რიჩარდ მესამე ქართული თეატრი აკრძალვების პირობებში, ცენზურის პირობებში ყოველთვის ახერხებდა, რომ გაეხმიანებინა პოლიტიკური სათქმელი.
პოლიტიკა კი არ არის პრობლემა. აქ არის პარტიული ხაზი, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, სადაც ნებისმიერი სახის კრიტიკა იმ პოლიტიკისა, რაც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ სახელდებული, იკრძალება ნებისმიერ სივრცეში. თეატრი იქნება, ეს ლიტერატურა იქნება. ბათუმის დრამატული თეატრის დიდი სცენის 7-8 თებერვლის აფიშა გაუქმებულია. ამ ეტაპზე უცნობია, იხილავს თუ არა გეგა გაგნიძის საავტორო დარკვევს ოდესმე მაყურებელი.